პრობლემები და სირთულეები, რომლებსაც შშმ პირები ყოველდღიურობაში აწყდებიან შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და გარემოსთან ფიზიკური ადაპტაციის გარდა გამოწვევა ონლაინ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. საუბარია იმ ვებგვერდებსა თუ აპლიკაციებზე, რომლებიც მოქალაქეებს ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ყოფითი საკითხების მარტივად მოსაგვარებლად სჭირდებათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ სარგებლობენ დასაქმების საიტებითაც. კომპანიები, რომლებიც შესაბამის აპლიკაციებსა და საიტებს ფლობენ, მომავალში ვალდებულები იქნებიან, რომ შშმ პირებისთვის სოციალური პროგრამები დანერგონ. ამ საკითხის მოგვარებას შშმ მოქალაქეები უკვე წლებია ითხოვენ. ინიციატივის განხილვა პარლამენტმა დღეს დაიწყო. საინფორმაციო საიტები, გამოწერისა თუ ბილეთების შესაძენი აპლიკაციები, დასაქმების პორტალები. უამრავი ადამიანისთვის ეს სერვისები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა საქართველოში ცხოვრობს ათასობით ადამიანი, რომელიც ამ შესაძლებლობებს ვერ იყენებს იმის გამო, რომ მხედველობის პრობლემა აქვს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ყველაზე მოთხოვნადი საიტებისა და აპლიკაციების მფლობელები ვალდებულები გახდებიან თავიანთი პლატფორმები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახადონ. საკითხი დღეს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და განათლების კომიტეტებზე განიხილეს. მომხსენებელი და ავტორი რატი იონათამიშვილია, ცვლილებების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში შევა. დღეს ფიზიკური მისასვლელობის მხრივ აქვს საკმაოდ პროგრესული და საინტერესო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის მისასვლელობის ეროვნული სტანდარტები, რომელიც ამ საკითხებს უმაღლესი სტანდარტით არეგულირებს, მაგრამ აქამდე ჩვენ გარკვეული გამოწვევები გაგვაჩნდა სწორედ ვებ და მობილური აპლიკაციების მისასვლელობის თვალსაზრისით. ანუ ამ შემთხვევაში მისასვლელობა ინფორმაციაზე, რაც თუ არა აქვს სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირებს, რა თქმა უნდა, თანაბარ გარემოში ყოფნას და სარგებლობას მათ უზღუდავს. ცვლილებების თანახმად საიტებისა თუ აპლიკაციების მფლობელებს კანონით დაეკისრებათ ვალდებულება დანერგონ ტექნოლოგიები, რომლებიც მათი რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობას მხედველობის ან სხვა პრობლემების მქონე ადამიანებსაც მისცემს. ადაპტირების რეგლამენტი, რომელშიც საკითხის ტექნიკური მხარე გაიწერება, მთავრობამ 2026 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს. იმისათვის, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინტერნეტ გარემო შეიქმნას, კომპანიებს და ინტერნეტ პლატფორმების მფლობელებს ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გონივრული ვადები მიეცემათ. სრულად კი ვალდებულება 4 წელიწადში ამოქმედდება. ინიციატივაზე მუშაობისას ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების მისაწვდომობის საბჭოს წევრებს და აღმასრულებელ დირექტორსაც შეხვდა, სადაც საერთაშორისო პრაქტიკაზე იმსჯელეს. თავად კომპანიებმა, რომლებსაც მსგავსი საიტები აქვთ, დღეს კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. რადგან როგორც რამდენიმე მათგანმა გვითხრა, ცვლილების დეტალები ჯერ მათთვის უცნობია. რაც შეეხება თვითონ ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობას, მათ რეკონსტრუქციას, ასე ვთქვათ, შშმ პირებისათვის, ესეც დროში იქნება გაწერილი, ვინაიდან ერთ დღეში დასაკვირველია მისი უზრუნველყოფა ვერ მოხდება. მათ ისედაც უწევთ მუდმივ რეჟიმში საკუთარი ამ აპლიკაციების და ვებგვერდების განახლება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ მხოლოდ ამაზე იყოს დამოკიდებული და შესაბამისი საკანონმდებლო ვალდებულებაც უნდა არსებობდეს და სწორედ ეს ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივაც, ასე ვფიქრობ, რომ ეს საერთო ინტერესი არის ყველასი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ამბობენ, რომ მრავალი ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია მათთვის მიუწვდომელია. ეკრანწამკითხველების შეუთავსებელი სისტემები, არაადაპტირებული ტექსტები და ვიზუალური თუ აუდიო ალტერნატივების არქონა ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზულ სირთულეებს ქმნის. უსინათლოთა კავშირის წევრის დავით ბიბილეიშვილის განმარტებით ყველაზე მნიშვნელოვანია აღმოიფხვრა სახელმწიფო და კერძო სერვისებზე წვდომის სიმცირე. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით უსინათლო და მცირე მხედველ ადამიანებს საშუალება ექნებათ დაუბრკოლებელი წვდომა კონდეთ ვებ სერვისებსა და მობილურ აპლიკაციებზე, რაც მათთვის ყოველდღიურ ყოფაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. დაუბრკოლებელი წვდომა ციფრულ პროდუქტებზე საშუალებას აძლევს უსინათლო მცირე მხედველ ადამიანს მიიღოს ის სერვისები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების მიერ სერვისები, რომლებიც არის შშმ პირებისთვის ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვანი. ეს შეიძლება იყოს საკურიერო მომსახურება, საბანკო სერვისები, სახელმწიფო სერვისები თუ ასე შემდეგ. აქტიურად ვიყენებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდს, ასევე მაცნეს აქტიურად ვიყენებთ.
CESCO-ს საიტს აქტიურად ვიყენებთ და არის რამდენიმე საიტი, რომლებიც მისაწვდომია უსინათლო მცირემხედველი მოქალაქეებისთვის. საკითხი 17 თებერვალს პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით გავა. ახალი ვალდებულებების ამოქმედების შედეგად მხედველობის პრობლემების მქონე უამრავი ადამიანისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური სიკეთეები ხელმისაწვდომი გახდება.